14 ივნისია სპორტის სასახლესთან ვართ და სასახლეში შევდივართ. დღეს არის kick-off-ი. საქართველო, იტალია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან ჩამოსულები. ნუ საქართველო არ არის ჩამოსული, ისამი არის ჩამოსული. მოკლედ და სპორტის სასახლეში ხვდებიან, არ ვიცი, YouTube ნაკრებების თამაში. შეიძლება ესე დაერქვას, თვითონ ყოველი შემთხვევისთვის ესე ეძახიან ჩვენი YouTuber-ები, ხო და გავაკეთებ vlogs, მოკლედ სეტანტა სპორტს ჯორჯიაზე. არ ვიცი, შევალთ, ნახავთ, შეგნით რა ხდება, დაველაპარაკებით ხალხს. რაღაცებს გავიგებთ და მოკლედ შიგნით ვიქნებით სიტუაციასთან ძალიან ახლოს, ხო და მე მგონი კაი ვიდეო უნდა გამოვიდეს, გამოყვებით, დაგვაფოლოვეთ და ალაიქეთ ვიდეო და let's go. საგიჟეთია. გუგაზე რეებშებიან და ვაი. კაი, ისე შევიდეთ, თორე. ეხა ვართ YouTube ნაკრების ექიმთან. რა სიტუაციაა, კოკი, გუნჩი გითხარი? ჯერჯერობით MVP მე ვარ რა საქმეები. მოაშუშე ბევრი? იცი რა იყო, ბიჭო, ძალიან ბევრი დაჭიმულობა იყო რა, იმიტომ რომ ბევრი ვარჯიშეს მართლა ძალიან მოინდომეს ბიჭებმა და ამ ბევრი ვარჯიშის ფონზე და იმის ფონზე რომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი. ცოტა რაღაცები დაიზიანეს, მაგრამ როგორც ხედავთ, ეხლა ყველაფერი რიგზე არის და მთავარია თამაშზე რას იზამეთ რა. ბოლო პერიოდში ვლოგერი გავხდი დაამუღამე, ხო? ეხა იცი რა მითხარი შენ? აი ამ ბალახის გაშლა და ეს ორგანიზება და რაღაცები. ძალიან ბევრი კი არა და ბევრი ნერვები დაჭდა. ნერვები და გათენებული ღამეები და რაღაც ეგეთი რაღაცები რა. აქამდე სპორტის სასახლეში მე მგონი არავის არ ქონია დაგებული არა. ეს როგორც მე ვიცი, ესეთი რაღაც ისტორიაში არ ყოფილა არასდროს აქ და არც მე მგონი არც ახალში. თან ორგანიზატორობა და თან თამაში. არა, იმიტომ არ ორგანიზატორო თამაში მინდა შენ. ანუ არ მინდა ეს თამაში რატო დავაორგანიზებდი ხა? ჭადრაკის ტურნირი და ჭადრაკი რომ მიყვარეს, ჭადრაკს გავაკეთებ. ფეხბურთი მიყვარს, ფეხბურთის თამაში მინდა ხალხში. შენთვის აკეთებ. რატას ხალხმოქმედოც არის სადღაც 40.000 შევაგროვეთ რა გინდა. ეგონთ ეგ მარტო ბილეთებიდან და დონაციებიდან კიდე. ერთი წლის მერე აქ ვიდგეთ მოედანზე მეტაში. ერთი წლის მერე. ჩემი რა გითხრა, მაგრამ შენ მოდი. სემი რა მიდის? აი, არ ერთ წელში დააგდებ. ხო ხედავ შონზოს დაეწია. მართლა ბიჭო. შონზოს დაეწია ჩვენ. დავსვას ასწავი და ყველგან ჩართვა გაკეთებული სტადიონებიდან და და შევმატა სპორტის სასახლე. მიდი, კიდე one more. მოგესალმებით მეგობრებო, სულ ცოტა ხანი დარჩა მნიშვნელოვანი მატჩის დაწყებამდე kick-off-ი უკვე თბილისის და ისტორიაში პირველად გიორგი ფოფხაძე გააკეთებს vlogs ამ მოვლენის შესახებ რა. სულ მალე თავარი საფეხბურთო ღონისძიება სპორტის სასახლეს ესტუმრება ჩვენ ადგილიდან დამატებით ინფორმაციას მოგაზდვით. მე ეგეთი ამბავი გავიგე, რომ შენი ამ შემადგენლობაში არ ყოფნა არის იმის ბრალი, რომ ყავა არის მწვრთნელი და ნეპოტიზმში რო არ დაედოთ ბრალი, ამიტომ მოგტეხეს და მართალია? არაერთხელ დადებულა ბრალი მაგაში და კი კიდევ ერთხელ რო არ ყოფილიყო ეგ, მაგიტო არ ვარ. პირველია და ამდენი ხალხია დაინტერესებული და მაგრა ასწორებს ეს სიტუაცია რა, ვინც ვერ მოხვედით ბოდიში, მაგრამ აქ უნდა ყოფილიყავი. რო ისოდე, იქ უნდა დაждდე, ხო იცი შენ და შენი პარტნიორი პირველი. მე და ფულო. ეგ ვაკომენტირებთ ისე ეგ არ გვითხოვს. შეუძლებელი აქ არჩევ. ურავთ. ბოლო შემოსვლა გქონდა ის სამი 5 წამში გოლი გაიტანა. ალბათ ხო რა, 5 წამის არის, გასულ პირველივე შეხებით შევაფიცქინე ეგრევე რა. თამაშზე რას ვფიქრობ? გაასწორა რაღაცა ხალხი, ტრიბუნა, მთელი ამბავი. გარედან ძალიან კაი იყო, შიგნიდან როგორია? ძალიან მაგარი გარემოა და ზენბეტად გულწრფელი ვიქნები, კაროჩე რა, აი ძალიან მაგარი არის და აი იმენა დამაფიქრა რომ შემეძლო ეს ოვაციები სხვაგან მერე ხო ისეთი რეალური და მაგარი ოვაციები არის და სიზარმაცე? კი, არა პროფესიონალიზმი რა. ლუდის ძველი ხალხი მოკვდა, კი?
ხო, აი, დამტოვეს სამუშაოდ რა. მაგრამ ჩვენსავით და თქვენი კომპანიასავით რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ვაფინანსებთ ამ ყველაფერს და რა ვიცი, ძალიან კაი პროექტი გამოვიდა ჩემი აზრით და გამარჯვებას ულოცავ პირველს და იმედია მეორესაც მოვულოცავ. მე და შემერე ლუდისმის ჩემას მივაწვეთ. აუცილებლად. გელოდები. ჩემპიონატი მაგაზე გავალთ. კი, ჯიგარი. მე მიმყავდა ეგ თამაშთან და გიყურებდი, კი, რამდენი ირბინა გიყურებდი რა. დედასგებსები ძალიან დაგიყვება. ის ძალიან კაი იყო გოლზე, ვასას გოლზე. პირველი უნდა გაეტანა და მე ორი იყო თან ის პირველი პასი ვასა არ მეგონა. არა, კი, აი ფინალში უფრო დიდი მეტი მაქვს, რა გაიგეს რა სტილსაც უბერავ და ჩაკეტავენ. ამაზე რას ვფიქრობ ისე? სიტუაცია რა. სიტუაცია არის დედას მისავარ აი არ მოველოდებოდი. წავიდა სვანის შეტევა. არ პირდაპირ ჩართვა. გავიხიებ უკან გადაობ რას დარბოდნენ არ ისინი შეცვლას რო არაკეთებდნენ თითქმის. ხო და აი მაგან გაგვი სიკურა ძალიან ჯანზე იყვნენ. ბოლოს მაინც დაეთყოთ იმდენად კარგი იყო ეს 7 ნომერი ვინც მედგა იმენა პერსონალურად მედგა რა რაღაც მომენტში იმდენად კარგი იყო და სულ რომ მაწვებოდა მე პირიქით ხოთზე ვიყავი და თან ლაპარაკობდით ერთმანეთში რომ თუ მომაწვევი მოგაწვევიო მეთქი ფეხბურთია ბაზარი არა მეთქი იბერიას გამოცდილება იყო? ხო რა თქმა უნდა იბერია ჩემ არსებობდა ეგეთი ეჭვი თამაშამდე რომ გუნდიშას რახან დიდხანს იცნობს შეიძლება მაგითო მთელი თამაში ეთამაშა მაგრამ ეს ეჭვი გააქარწყლე შენ თამაშის გამომბაში ეს თავიდანვე გადაწყვეტილი იყო ხო რომ თითო ტაიმს თამაშებდნენ კი, თავიდანვე ვილაპარაკეთ მაგაზე, რომ ერთ ტაიმს ითამაშებდა ერთი მეკარე, მეორე ტაიმს მეორე მეკარე. რაბანას ისე კარგად მისდიოდა თამაში, რომ სამწნელო შტაბში გაჩნდა აზრი, რომ საერთოდ დავტოვოთ, მაგრამ ნუ მაინც თამაში ყველამ უნდა რომ მიიღოს და მაგიტო გუნდიშასაც დრო მივეცი. გუნდშე დაიტრავა ისე, იმიტომ რომ ფეხსიტყიოდა. ოსტატურად გაყავდა დრო, მოდი ესე ვთქვა. აბრაბა რატო გაწერია? ბიჭო, ამას რა დანიშნულება აქვს, იცი? არსებობს ერთი თამაში ვალორანტი, სადაც ამ ნიკნეიმით ავედი მაღალ რანგზე რა და პროსტა სათამაშო ნიკნეიმია. ეხა აქ ადიხარ მაღალ რანგებზე. რო იქ თუ მაღალ რანგზე ავედი, აქაც ამ ნიკნეიმით რაღაცას კარგს ვიზავ რა და მე მგონი გაამართლა. მაგრა გამოვიდა პირველ ტაიმში, ანუ პირველი ტაიმის MVP იყავი ნაღდად. ბიჭები გითხოვენ ამოვიდეს ხელი მოგიწეროს. ბიჭო, მაგი რო ვქნა, მე არ გაჩერდებიან. აი რო დავამთავრებ ავალ უეჭველი. მე ჩემ მოვიღე, ხელი მაინც დაუქნე, ეს დაუქნე, კაცო, რო ავალ უეჭველი ყველა სიმას ვსავ. პირველ თამაში მოიჭა საქართველოს იტალია მოიგეს ჩვენმა იუთუბერებმა და ეხლა არის ჩელენჯი. სერატა სპორტის და სეტანტა სპორტის და შოდა ერთ-ერთი ფეხბურთის ჩელენჯი არის და როგორც ვიცი, ვათამაშებთ როგორც გავიგე პროექტორს და რახან ჰამაკის დაორგანიზებულია, ჰამაკებს ვათამაშებთ კიდე. დავიდა სვანი, გოლი უნდა სვანი. გასულ თამაშობ ზენდება. აბა რა გოლიშია, ხო, აქედან ის არტულია. ძალიან კვდები. ძალიან ესე არ დაღვილა მართლა თამაშებზე ესე დამღლელია. თასო დინამიკაში და არ ჩერდები, არ ისვენებ და არ ვიცი. თამაშზე რთული არის? არა, ეხლა თამაშიც არ ვარ იდეაში მაგიტომ, მაგრამ თამაშზე დამღლელი არის ჩვეულებრივად. ანუ სულ ანუ 10 წუთი სულ წინაში. ფეხი როგორ გაქვს? კარგად, ყველაფერი კარგად. აი, გილოცავ. გამარჯვებას. ბასტომ გაგვდისა მე და ტაფსონა. მართლა გაგვდისა, ოღონდ არ ხუმრობ. იმიტომ რომ მიუნხენში ვიყავ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რო ვიყავით, ეს არ წავიდა რა, არ გავუშვით. ჩვენ გაგვუშვეს და გაბრაზდა და გაგვდისა. ერთი ეგეთი ის მაქვს. შემიფასე პროსტა. არ ვიცი რამდენად კარგია. ეთემ ცოტა მომეშველო მაგაში. ღორის თავი შენთვის დაიტოვე, მოგიკითხა ფიგუმ ტაფსიმ ფინალზე ვინც ნახა დაგუგლო შენ მაქსიმუმ. რიო და ფერგი და კაკა, აისბერგის თავი არის ეს, მხოლოდ კიდევ ბევრი იყო სტარი ალბათ. პასტორეს ვერ იცნობდი, ხო და აქეთ არის კარი. ნორმია. კი, უეჭო. გოუთმა შემაფასა ძმებო. მე არ ვარ. მე ვარ გოუთი ბავშვი, მე ვიყავი. ბავშვი ხო, მაშინ. ოკეი, გოუთმა ბავშვმა მისივე სიტყვები გავიმეოროთ. ღორის თავი შენთვის დაიტოვე, მოგიკითხა ფიგუმ ტაფსიმ ფინალზე ვინც ნახა დაგუგლო შენ მაქსიმუმ. რიო და ფერგი და კაკა, აისბერგის თავი არის ეს, მხოლოდ კიდევ ბევრი იყო სტარი ალბათ პასტორეს ვერ ციცნობდი, ხო და აქეთ არის კარი. ოკეი.
მე კიდევ განმეორდებ. ეხა ისეთ რაღაცას ვეთქვით ამოსაჭრელი იქნება. მიდი. კიდევ ერთხელ განმეორდები რა. ხო გითხარით ამოსაჭრელი იქნება თქო. რას ფიქრობთ ეს სიტუაციაზე? სასწაულია. ანუ არ ვიცი, რა ვიცი, ეს ანუ ძალიან დიდი ნაბიჯია წინ რა. ქართულ ანუ წარმოიდგინე ვიღაც რაღაც ღლიცინი და რაღაცაები დავიწყეთ, ცოტა ისე რა ვთქვა YouTube-ი ბიჭებმა და ანუ დღესდღეობით ნახეთ რა ხდება. ანუ თამაშე გითხარით რა. მაგარია. ძალიან მაგარია, აი ძალიან. თქვენი საყვარელი იუთუბერი ვინა? ბატო! ქორო! ბატო! ჩემი რაბანი! შეტანა სპორტი! ხალი მომიწერე! გამოიწერეთ შეტანა სპორტის არხი! კი, მე და ქორო. ხო, მეც ვიყავ. აბა რა. საუკეთესო კომენტატორი ხარ! თქვენი საყვარელი იუთუბერი ვინ არის? ნიგატივი! თქვენ! მოდი, ეს ნოსი მოვახვედროთ ვიდეოში. მომახვედრეთ! ყველა ჩახართ, ყველა გამოჩნდეთ. მეგობრებო, რაბანას გაუწიეს ხელთათმა, გაუწიეს ძალიან სწორი სიტყვა თან. მაგას გაწევა ქვია. მოპარო არის სანე დიდხანს როდეს მაღაზიაში რაღაცა და რო ჩავლებ იმას და გაწევა არის 2 წამი სადღაც ჩამოდე და ეგრევე ძმა მეგრევე ჩაიჯიბა. თუ ეხა ფინალს ვითამაშებ ხელთათმანების გარეშე და ტეხავს. ვინც მოიპარე ხელთათმანი, გაწიე ხელთათმანი. თუ ამ ვიდეოს უყურებ დაგვი კომენტარი. ამე რო დაიძინებ და რო კითხავ შეთავს დღეს მე ვის რა ვარგე. აი, უბრალოდ დაფიქრდი მაგაზე. ეს ვიცი ყაზახებს არგო, ჩემი. ყაზახებს ბევრად, შეიძლება ყაზახმაც გაწია რა მაინც და მაინც. ტაქტიკური სულა ბიჭო, შეიძლება. მე არაფერს გამოაწყოროში არაფერს არ მიყვეს საერთოდ. შიშველი ხელებით ვითამაშებ. მამარდას ნაჩქარი ხო არ იყო? არა, ხო. ანუ იდეაში ხო არ არის რა პროფესიონალური, რა თქმა უნდა. არის რაღაც უფრო ამხანაგური გასართობი ტურნირი და ნუ ფეხბურთელები რო არ ზოგავენ თავს ეგ ერთი და გულშემატკივარიც რა დღეშია ტრიბუნაზე. ქოროს რას ჭიდაობა უწევს, ორი თამაშია. სამე ოლიმპიადაზე შეიძლება იფიქროს მე რა. აუ წეგან რა ბუთი აიჭო ხო ეს ოთი ლაივიდან რუდა ჩავსვას რასი გიჟე კინა გამოხდა ეს რა გურთია საჯი გიგა ან ბენჩკები გავაკეთოთ ცალკე მწვრთნელის პირადად. ეს ბიჭო მე ცხოვრების წლებს კარგავს ეს მწვრთნელი. ანუ აი მე რა ხდებოდა ამ წამს? დაარტყათ, არ მოუგერიებია, დაარტყათ იქმა. ორივე ძელს მოხვდა.
ბიჭო, აქ იმას სხვა ფილმია რაღაცა რა. სად დაუმთავრა? გვეკნება დამატებითი დრო 2-5 წუთიანი ტაიმი. რაბანა დაბრუნდა. და მე ალბათ მეორე დამატებულს გუნდი შეითამაშებს. კიდაობენ სადღაც რომელიღაცას ნევრონი გაუსწავლია. ახლა როგორ დავარყი ადამიანი? არ არის ვაზარი? არ არის ვაზარი? სუბტაგდება იყო. Kickoff თბილისის გამარჯვებული განაცხადება პენალტების სერიაში. Kickoff-ის პირველი ტურნირი დასრულდა საქართველოს YouTube ნაკრების გამარჯვებით. მაგარი ფინალი იყო ძალიან. ისე აი ძალიან მოპროფესიულოს გავდა, იმიტომ რომ ეგეთი ჟინით, ჟილკით თამაშობდა ყველა და დაძაბულობაც ეგრე მივიდა, რომ პენალტებამდე მივიდა საქმე გუნდში შემაიღო. ბოლო პენალტი ბავშვები რა თქმა უნდა შემოვარდნენ სტადიონზე. როგორი კმაყოფილი ხარ დღევანდელი დღით? მე მგონი ძალიან კარგი შოუ შედგა საბოლოო ჯამში. კი, ძალიან მაგარია. თან კიდე ის დავამატოთ, რომ საქართველოს ჩემპიონია. ხო და რავი, გარემო ძალიან სასწაულია. მადლობა ბიჭებს, მადლობა თქვენ, რომ ხარი დაუჭირეთ ბასტოს და მომავალში იმედია უფრო მეტი გუნდი ჩამოვა გეგმაში არის უკვე. შენ როგორი ბედნიერი ხარ? აუ ჯან, მე უმეტესად რაბანას გამოვიდიან, მთელი თამაში რაბანას დავსდევდი და იქა მაინც გასეივები დადო მე რაბანამ? ძალიან მაგარი. მაგრამ ძალიან კაი თამაში იყო და მე ძალიან აღტოვანებული ვარ. საქართველოს გაუმარჯვა! გაუმარჯვა! შენი საყვარელი იუთუბერი რაბანაა? ხო ალბათ. არა, მაგრამ ამ შემთხვევაში აქედან რაბანას მაიგისურ მინდოდა. გამარჯობათ მეგობრებო, დასრულდა როგორც იქნა, ესე იგი ტურნირი, მოვიგეთ პენლებში. მადლობა ყველას მოგზანებისთვის. სამუშაოს მახევენ ახლა. გასწრებისთვის მადლობა ფოფხას. ფოფხა მიყვარხარ? უცებ ეხა გავაკეთებ ფოფხას პაროდიას. ვაუ. წავედით. ამაგრა გამოგდით ყველას. ყველას ძალიან მაგრა გამოგდით. იმიტომ მარტივია რა, ისეთ დამახასიათებელია. ეხა წავიდეთ გასახდელში და 1 2 და 3. ლა 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 ლა. ჩემპიონო. ლა 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 ლა. ჩემპიონო. მოკლედ ცოტა არაადეკვატურები არიან ბიჭები, მაგრამ ეხა წავიდე და ადეკვატურ ადამიანებს დაველაპარაკო. წამოდი. ამ ადამიანმა 3 კვირაში შეძლო კროკოდილო ბომბარდირო! ამ ადამიანმა შეძლო 3 კვირაში, რომ ამ ადამიანებისგან, რომლებიც ერთმანეთს კი იცნობდნენ, მაგრამ დაჟე 5 ვარჯიში, ხო? რომ დაეყენებინა გუნდი რა. აგზის რეალურად ბიჭების დამსახურება. რა თქმა უნდა. ყველა ტრავირებულია და აი სული და გული დადეს. ფასტოს ეხა ყინულებს ეძებს ტკივა. მირო ვაფშე გაჭიმულია. ვარზე არ ახარ. მე ლუდს ვეძებ ბიჭო, ლუდს. ეხა ხო შეიძლება ტრენერი ხო აღარ ხო ხარ ეხა ძმაკაცი ბიჭო, მე ლუდს ვეძებ. შვილს როგორ მოუყვები ამ თამაშის შესახებ? ბიჭო, აი მუცლიდან იჭყიტებოდა ეხა და უყურებ და ამ ყველაფერს და მე რო დაიბადება ვაჩვენებ ამ თამაშებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, კარლომ ძალიან კარგად მოამზადა გუნდი. ერთ-ერთი პენალტების სერიაში დაგვტოვა. ვერ უყურებ ამასო და შენ დააყენე სასწაული. კი, კი. და ბიჭებმა რავი, ნევრები ამათ წააღოლო რა. ძალიან მაგრა დაარტყეს პენალტები და დამსახურებულად მოვიგეთ რაც თავარი. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ზუსტად ამიტომ ვიყავი მე ექიმი და არ ვთამაშობდი გუნდში, ასე რომ მე არ ჟურნალისტი არ ვარ, ამიტომ დაუბრუნებ ამ კუთვნილ მიკროფონს ბატონ გიორგი ფოფხაძეს, რომელიც ჩემზე უკეთესი ჟურნალისტია 10,000%-ით. და მოვიკითხავ ტაბატაძეს იმმელოთ. მე თაი გარედან როგორ ჩაიგე. ძალიან ვისიამოვნე. ძალიან ისე ვისიამოვნე რომ გული სიამოვნე იყო და აი მარტ 50 წუთი
100 წუთი ვითარდება. თამაშის მერე ბავშვებს ვიღაცებს რომ ველაპარაკი, აუ ისეთი გახარებულები იყვნენ. Kick-off-ის პირველი სეზონი, დავარქვათ პირველი სეზონი, მოდი. დასრულდა მე მგონი ძალიან წარმატებით, იმიტომ რომ რა ვიცი, აქ ვინც იყო, მაგრად ისიამოვნა ყველა YouTube-ზეც რაც ვნახეთ, ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა და ძალიან კაი კომენტარები იწერებოდა და თან ქართველების მოგებითი დასრულდა რაც თავარია. როგორც ვიცი, შემდეგ წლებშიც გაგრძელდება მოკლედ ეს Kick-off-ი. ისეთი სტარტის მერე უეჭველი უნდა გაგრძელდეს და რა ვიცი, Senta Sports-იც ამ ხალხის გვერდში იქნება, ქართული YouTube-ის გვერდში იდგება, მოდი ესე. რა ესე ვთქვა, შეგვიძლია. რა ვიცი, ეგ არის. მე მგონი დღევანდელი ვლოგი ამით მორჩა. და იმედია ისიამოვნეთ. გამოწერა დალაიქება რაღაცეები, დაუშვით მეგობრებო და რა კომენტარებში დაგვიწერეთ თუ გინდათ რამე. თუ არ გინდათ არ დაგვიწერეთ.